ტელეკომპანია იმედის სოციალური მედიის გვერდში შევიჭყიდე და უამრავ საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი. უმრავლეს შემთხვევაში ეს ინფორმაციები ეხება ასე მაგალითად უკრაინის გაშავების მცდელობა, ხო, ამ ბანდიტებს მაგალითად France Press ვითომ და გამოუქვეყნებია ასეთი მონაცემი ინფორმაცია, რომ კიევმა უარყო შეერთებული შტატების მოთხოვნა გაიყვანოს ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან. მე მაქვს კითხვა, თუ ეს ასეა, მე გადავამოწმებ, მაგრამ თუ ეს ასეა, ცუდი რა არის ამაში? ესენი წარმოადგენენ ესე, რომ აი ზელენსკი გაჩიქურდა, ზელენსკი გაჯიუტდა, ზელენსკის ომი უნდა. გურია რომ კონდეს დაკავებული რუსეთს და გურიის ნაწილს, ჩოხატაურს მაგალითად ვაკონტროლებდეთ ჩვენ და ვინმე რომ მოგთხოვოს, რომ ჩოხატაურიდან, ოზურგეთიდან გავიდეს ჩვენი შეერაღებული ძალები. მაგალითად ვლაპარაკობ, ან მთლიან დასავლეთ საქართველოს რომ კონდეს დაკავებული რუსეთს და მისი ნაწილი, ზუგდიდის რაიონი მაგალითად დაკავებული კი არა, ჩვენ ჯერაც კონდეს შენარჩუნებული და მოგთხოვოს ვინმე მსოფლიოს ლიდერმა თუნდაც ტრამპმა, რომ გადით აქაო და ზუგდიდიდან თქვენ რას იზამთრით? საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება რას იზამთრა გასაგებია, მაგრამ აი თქვენ რომ იყოთ ხელისუფლებაში რას იზამთრით? მოკლედ შევიხედე ამ იმედის გვერდზე და ერთმანეთზე საშინელი ამაზრზენი გულახდილიები თუ ვიქნებით ინფორმაციები დაგხვდა, ინფორმაციები დამხვდა. ამასთან ერთმანეთის გამომრიცხავიც, მეთქი ურთიერთგამომრიცხავი, მაგრამ ერთმა ინფორმაცია მიიპყრო ჩემი ყოლგება, ცოტა ვიცინოთ თქვენის ნებართვით. 2025 წლის 15 დეკემბერს კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვარლამ ავალიანმა ვაკომ ჩვენ მაწუყე ყოფილმა კოლეგამ რწმუნებათა სიგელები გადასცა კატარის ემირს მის უმაღლესობა თამიმ ბინ ჰამად ალ თანის ფოტოც არის გამოქვეყნებული ვარლამისა და ემირისა მისი უმაღლესობა თამიმ ბინ ჰამად ალ თანისა და მე გეტყვით რატომ მიიღო ეს პოზიცია, ეს თანამდებო პოზიცია, ალბათ სწორი სიტყვა, ეს დიპლომატიური პოზიცია ვარლამ ვაკო ავალიანმა იმიტომ მიიღო, რომ ის იყო გადასკვნილი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და უკლებლივ ყველაფერს უსრულებდა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ამ ქართულ ოცნებას, როცა ვარლამ ვაკო ავალიანი მუშაობდა რუსთავი 2-ის მთავარ მენეჯერად საინფორმაციო მიმართულებით თუ არ ვცდები, ან შესაძლოა საერთოდაც დირექტორად თუ დირექტორის მოადგილედ, მოკლედ ის განსაზღვრავდა როგორი უნდა ყოფილიყო საინფორმაციო პოლიტიკა რუსთავი 2-ის. ასე იბოდიშებს სიტყვისთვის, მაგრამ პათხალიმობის გამო რუსთავი 2-ის ჟურნალისტები თუ მენეჯერები ხვალზე მიიღებენ რამე თანამდებობას, აი ადამიანები კი იბრძვიან რუსთაველის გამზირზე, მათ შორის რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ, მათ შორის ვარლამ ვაკო ავალიანის კოლეგები, მათ შორის პირები, რომლებიც მუშაობდნენ წლების განმავლობაში რუსთავი 2-ზე, მე არ მიმუშავია არასოდეს რუსთავი 2-ზე, მათ შორის პირები, რომლებიც მუშაობდნენ რუსთავი 2-ზე და მათ შორის ის პირები, რომლებიც არა მარტო რუსთავი 2-ზე მუშაობდნენ და მე უკვე მუშაობენ ასე მაგალითად ფორმულაზე, არამედ აი ამ რეპრესიული ქმედების შედეგად, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების რეპრესიების შედეგად ლამის დაიღუპნენ პირდაპირ მნიშვნელობით და 3-4 მეტი ჟურნალისტის გახსენებად შეიძლება, სხვა თუ არაფერი, გურამ როგავასი, ჩემი კოლეგისა და მეგობრისა, რომელსაც ისე სასტიკად გაუსწორდნენ სპეცრაზმელები იმ დროს, როდესაც ვარლამ ავალიანი თურმე ჩალიჩობდა ვაკო ავალიანი, რომ გამხდარიყო ელჩი, ისე სასტიკად გაუსწორდნენ გურამს, რომ გურამის ჯანმრთელობა ძალიან სერიოზულად თუ გულახდილები ვიქნებით შეირყა და არა მხოლოდ გურამისა, აკა ჩიხლაძის გახსენება შეიძლება სხვებისა. მოკლედ ამბავი ეს არის, მაგრამ ამაზე არ მინდა ახლა საუბარი. მე მათ შორის არ მინდა საუბარი არც ნუნუკა თამაზაშვილზე, ანუ ღარიბაშვილის მეუღლეზე, რომელზეც წინა ვიდეო ბლოგშიც დღეს მე ვთქვი, რომ თურმე მას წაუშლივარ და
წაუშლი ვარ, დავუბლოკი ვარ და მე მას გადავამოწმებ ხოლმე. ღარიბაშვილის მეუღლეს, ირაკლისას მივმართავ, შენს მეუღლეს მე გადავამოწმებ ხოლმე და მართლა მაინტერესებს, როდემდე დატოვებს თქვენი მეუღლე, შენი მეუღლე, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ამომგდების ფოტოს საკუთარ Facebook გვერდზე ჩემი დაბლოკვა. იმას ხო არ ნიშნავს, რომ ეს ფოტო გაქრა, ან იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სხვა ვინმე არ აქცევს ყურადღებას, ან იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ვინც აქცევს ყურადღებას, ამას არ იტყვის. დიახ, თქვენს ღარიბაშვილი ირაკლის მიმართავ ეხლა ქალბატონ ნუნუკაზე რომ არ ვილაპარაკოთ, ეტენებით დღემდე ბიძინა ივანიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილი დააღალატეთ, თუ ბიძინა ივანიშვილისეული ლოგიკით გავყვებით ამბებს და ასე შემდეგ. მოკლედ იმედს ათვალიერებ და საშინელებების შემოხდება განა არა პროპაგანდისტური რასაკვირველია უმრავლეს შემთხვევაში ამბები და ინფორმაციები, რომლებიც ცხადია არ მოგეწოდება. მაგრამ თქვენის ნებართვით ახლა იმედს დავათვალიერებ და ოდნავ ქვემოთ ჩავსკროლავ და მე მაინტერესებს ერთი ტექსტი, ვრცელი ტექსტი, რომელსაც თავიდან ბოლომდე ცხადია არ წაგიკითხავთ, მაგრამ ტექსტის ავტორი არის ზაზა ფილოსოფოსი და შემიძლია ერთი ბგერა მაინც ერთი 100 მაინც შევცვალო. ზაზა შათირიშვილი ფილოსოფოსი, კარის ფილოსოფოსი, რომელიც პერიოდულად საშუალოდ 2 თვეში ერთხელ რაღაცეებს წამოვაყრანტალებს და უფრო ხშირად თუ უფრო იშვიათად რაღაცეებს დაწერს ხოლმე. ახლაც ზაზა შათირიშვილმა დაწერა ეპისტოლე, მისი შათირიშვილის ეპისტოლე, მორიგი წარუდგინა საზოგადოებას. სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი, უშუალოდ ზაზა წერს ამას თუ ბიძინა უწერს, თუ ბიძინა წერს და ზაზა აქვეყნებს. საბოლოო ჯამში ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში. ყველა ვხვდებით, რომ ზაზა შათირიშვილი სიტყვასაც კი ვერ წარმოთქვამს ამგვარ მნიშვნელოვან საკითხებზე, თორე რომელიმე ჟურნალისტად წოდებულს თუ სტუმრობს, იქ რასაკვირველია მისი მოსაზრებებია, მაგრამ სიტყვასაც კონცეპტუალურ მნიშვნელოვან სიტყვას ეპისტოლეს მოკლედ ვერ წერს, საკუთარ აზრებს ვერ გვაცნობს ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. ბიძინა ივანიშვილის მესიჯებია ასე მიზანმიმართულად და მსოფლიო იცის. აკი ამიტომაც ყველა ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილი მთლად შერაცხადი არ არის. ხვდება არა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს უყურებენ თუ უსმენენ ყოველდღიურად, არამედ მის პაჟებს უსმენენ და უყურებენ ყოველდღიურად ფორმალურ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას და ხელისუფლებასთან მოტრიალე ტიპებს, ბანდიტებს. მეთქი იმიტომ კი არ ზაზა შათირიშვილს რა მოუპარავს, არც ვიცი და არც მაინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის იდეოლოგი ბანდიტი, როგორც იდეოლოგი, რომელიც საზოგადოების ნაწილის ტვინთა რეცხვით არის დაკავებული. ჰოდა ამ ზაზა შათირიშვილმა გვაგვაცნო, ინგასადობას ეცინება, ხო გაგვაცნო, მორიგი თავისი შედევრი გამოაქვეყნა, მთელი ტექსტის საკითხვას არც თქვენ არ გირჩევთ და არც საკუთარ თავს, ერთხელ რო წავიკითხე, კი გამისკდა გული, მაგრამ აი, ცალკეულ ეპიზოდებს კი გადმოვახტები და წავიკითხავ. ზაზა შათირიშვილის წერილი. განვლილ თეებში არაერთი წერილი მაქვს გამოქვეყნებული, რომელშიც კონკრეტული ფაქტების ანალიზით არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, უმეტესად deep state-ის სახელით ცნობილი ჩრდილოვანი ძალები, სახეცვლილების ცდილობის ბაში ვამხილე, ხოლო შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე და მის ადმინისტრაციაზე, ასევე მტკიცებულებების დონეზე, მტკიცებულებები ჰქონია საწყალს დავადასტურე, რომ ისინი არათუ ებრძვიან ოლიგარქიულ ძალებს, არამედ პირდაპირ მათ დავალებას ასრულებენ. ანუ ტრამპი, რომელიც აქაც ადასტურებს უკვე შემდგომ ზაზა ფილოსოფოსი და ერთი ასო შეგვიძლია შევცვალოთ ამ სიტყვაში, ზაზა ფილოსოფოსად წოდებული, ტრამპი კი არა ებრძვის, არამედ deep state-ის მსახურია ამათეული გაგებით, მაგრამ უკვე შემდგომ, ესე იგი ბაიდენის ადმინისტრაციაზე რომ მოათავებს ერთ მსუყი აბზაცს, რომ მოათავებს მეორე მსუყი აბზაცს USA-სა და NED-ზე და კრიმინალურ დაჯგუფებებზე, თუმცა ამ შეწერს შემდეგ რამეს, თუმცა სამწუხაროდ მალევე ცხადი გახდა, რომ საქმე გვაქვს არა deep state-ის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლასთან, ანუ ტრამპი კი არა ებრძვისო, არამედ ოლიგარქიული ოჯახების მიერ დადგმულ სპექტაკლთან და ამ სპექტაკლის ხო ამ დიდი თეატრალური წარმოდგენის მონაწილე ყოფილა შათირიშვილის და რეალურად კი ივანიშვილის გააზრებით
თვით დონალდ ტრამპიც კი 47-ე პრეზიდენტი შეერთებული შტატებისა და აქ მე კიდე რაღაცეებს ბჟოტიალობს, რომ იმერეთში ეს სიტყვა უყვართ, ზემო იმერეთში საიდანაც არის ბიზინა ივანიშვილი, განსაკუთრებით მდინარე ყვინილას მისადგომებთან სანაპიროზე, იმ სოფლებში თუ უშუალოდ საჩხერეში სადაც ჩამოედინება ეს არც თუ დიდი მდინარე, იქ ბიზინა ივანიშვილი აირბენდა ხოლმე და ფეხებს ჩაატყლაპუნებდა ხოლმე თავის ბავშვობაში, ბჟოტიალობსო, იქ უთუოდ იყო წარმოთქმული არაერთხელ ეს სიტყვა და ბჟოტიალობს აქაც შათილიშვილი, ლაპარაკობს სპექტაკლზე და ასე შემდეგ და უცებ ამბობს შემდეგ რამეს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე deep state-ი, ეს არის ერთი ჯგუფი, ერთი შინაარსისა და ფორმის მქონე 10-15 ოჯახი, რომლებიც რამდენიმე საუკუნეა, მგონი ტამპლიერების ოჯახს უბრალოდ რასაკვირველია, გულისხმობს, ხო მოდიან, ანუ რაღაც მასონთა, მე მგონი ვერჯერ არ უთქვამთ ეს სიტყვა, არ წარმოვთქვამთ ეს სიტყვა მასონი, მაგრამ მე მგონი მიდიან ნელ-ნელა რომ მასონებიც ახსენონ სხვადასხვა ლოჟებზეც გამოხილონ ყურადღება და ერთად მოდიან, ერთად ძარცვავენ მსოფლიოს და მართავენ მსოფლიო ეკონომიკის დიდ ნაწილს. სრულად მართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ღრმად აქვთ გადგმული ფესვები სხვა ქვეყნებში, თუმცა ამაზე საუბარს ახლა აღარ ვაპირებო, აბას ამბობს, დავუბრუნდები დონალდ ტრამპსო და დონალდ ტრამპის ყალბძოლას deep state-ის, ანუ 10-15 ოჯახის წინააღმდეგო, იქაც მერე ბოდავს ისევ სოროსი, ისევ ნედი, ისევ USAID, ისევ 10-15 ოჯახი, რით რას ამბობს, ესე იგი ხელოვნურად შექმნილი ბიზნესმენების და შუარგოლის მენეჯერების სპეცსამსახურებში მხოლოდ შემსრულებლები არიანო, მათ უკარგით სწორედ 10-15 ოლიგარქიული, წარმოგიდგენთ, სოფლიო ოლიგარქიაზე ლაპარაკობს ტიპი, რომელიც აქაური მთავარ ოლიგარქის, ჩვენ გვყავს პატარა ოლიგარქები, მაგრამ მთავარ ოლიგარქი ბიზინა ივანიშვილია, მთავარი ოლიგარქის კარის ფილოსოფოსი არის და კარის იდეოლოგია არის და ადამიანების ტვინთა მრეცხავი არის 15 ოლიგარქიული ოჯახი. თუ ეს 15 ოლიგარქიული ოჯახია, რომელსაც წარმოვიდგინოთ აქვს აურაცხელი, ესენი სადასტურებენ აურაცხელი თანხები, ხო? აკონტროლებენ მილიარდებს კი არა, აკონტროლებენ ტრილიონებს. რა ვერ მოერიენ ამ ბიზინა ივანიშვილს, როგორ გონიათ, როგორ უპირისპირდება ეს კი არა, ხო, ხელმოხადრული კი არა, ხო, ეს რაღაც ვაჟკაცი ბიზინა ივანიშვილი, როგორ გონიათ, რა არის, ვინ არის ბიზინა ივანიშვილი, ჭიაღუა მათთვის, ვერ გასრესენ, რომ მოინდომონ, თუ ბიზინა ივანიშვილი არის ეს ხმალაღმოღებული, რომელიც 2012 წლამდე თავადვე ამბობდა, რომ ვიმალებოდიო, იმიტომ რომ პრაქტიკულად განადგურების წინაშე ვიყავი, შეიძლება ოჯახი, მათ შორის ჩემიო, მიხეილ სააკაშვილის ვუფრთხოდი და ყველა ზომას მივმართე, რომ ჩემი ოჯახის უსაფრთხოება დამეცვა ოლიგარქები, სოფლიო 15 დიდი ოლიგარქიული ოჯახი, თუ ისინი მაინც და მაინც არსებობენ, რა ვერ გაანადგურეს ამ ოჯახებმა თუ deep state-მა ეს ერთი პატარა ბიზინა ივანიშვილი მათთან შედარებით პატარა, თორე ჩვენთან შედარებით რასაკვირველია უზარმაზარი ფინანსების მქონე. მე აქ ახსენებს სიტყვას rebrandings და ეს rebranding არ არის შემთხვევით ხსენებული სიტყვა, მე უკვე ყველა უგვანი ქართული ოცნებისა, მათ შორის ირაკლის არქუაც ამ სიტყვას იმეორებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, ეგრე მაგის პასუხია, რომ რაღაც ჩატებში ვრცელდება რაღაც საკვანძო სიტყვები, რომლებიც მათ უნდა წარმოთქვა რაბა თუ იმ თემაზე საუბრისას, ამა თუ იმ საკითხის შეფასებისას ისევ 10-15 ოჯახი, ასეულობით წლებია ერთად მოდიან, ერთად მოქმედებენ, უბრალოდ ახლა rebranding-ის გეგმას აწყობს ფორმალური გაყოფა. მე რატომღაც ჩანს ესე, რომ თითქოს ყოველ შემთხვევაში ერთი რაღაც პასაჟია, მე მგონი კარგად ერთი ჩამოყალიბებული, რომ თითქოს ისინი ივანიშვილი და შათილიშვილი იცავენ ევროკავშირს ტრამპისაგან, ხო, მაგრამ მეორე მხრივ რაღაცა თან ბოლომდეც ვერ იცავენ, ეს იმის ევროკავშირია, რომელსაც ესენი ვერ იტანენ, აუცნაური წინააღმდეგობა წარმოთქვამს, ჰოი, საოცრება, იცით რამდენი დღის წინ მოხდა რაღაც კონკრეტულ ამბავთან დაკავშირებით და მე რაღაცა LGBT-ზე 10,000 სქეს ადამიანი რო ისვრის სქეს, მოკლედ სიგიჟია ტრამპის დღის და მე რაღაც მიმართავს თითქოს, ხო? ტრამპს ცოტა სასაცილოებიც არიან სიმართლე გითხრათ, მაგრამ ჩვენ კი ვამბობთ, რომ სასაცილოები არიან და ესეთი წერილები, ესეთი იდეოლოგიზირებული წერილები რეალურად მოქმედებს საზოგადოების ერთი ნაწილი იჯერებს მართლა იმას, რომ რაღაცა მასონთა კი არა, ტამპლიერთა კი არა,
რაღაცა ოჯახები არსებობენ, ხო, მასონთა ჯგუფავენ, რომლებიც ტრამპსაც, მასკსაც, ჯეიდი ვენსაც მართავენ და ასე შემდეგ და აი საქართველოს ითრევენ ომში და ბიზინა ივანიშვილი რომ არა, ჩვენ ვიქნებოდით ახლა საშინაო მდგომარეობაში და ასე შემდეგ მთელ წერილს მართლა ხალხო ძალიან რთულია გულახდილად გეტყვით, მე უბრალოდ ვერ წავიკითხავ, თუმცა მაგალითად ერთი აბზაცი თულებოთ მაინც დავამატოთ. თულებოთ აი ბოლო აკორდი რა არის, როგორც ერთილი სადღაც უნდა დასვას, რთული თანწყობილი წინადადების სვენა აქვს ფილოსოფოს ზაზა შათილიშვილს, ფლად ბოლო წინადადება ასეთია. არ უნდა მივცეთ საშუალება კონკრეტულ დინასტიებს, რომ საკუთარი ხელით დაგვანგრევინონ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ისტორია, რწმენა და ტრადიციები, რაზეც საუკუნეები დგას, ანუ რაღაც დინასტიები, 15 დინასტია. სოფლიოსი მე როგორც ხვდები და მე გეტყვით რას გულისხმობს კი არა, ვის გულისხმობს სავარაუდოდ, აბა ესე როგორ გავბედო. ერთ-ერთ იუზერს ახლა ვნახავ, სადღაც მქონდა დაასკრინული, ერთ-ერთ იუზერს აი აქ ვინმე ლომიძეს სახელს არ დავასახელებს ქვეყნის ნებართვით. ვინმე ლომიძეს წერს, ვინმე სეფიაშვილს. ეს ბატონი სეფიაშვილი როგორც ჩანს არის ებრაული წარმოშობისა, იმიტომ სეფიაშვილები არიან ქართველებიც და სეფიაშვილები არიან ებრაელებიც და ნახეთ რას მიმართავს ვინმე ლომიძე, ვინმე სეფიაშვილს. რაო ებრაელო? არ მოგწონს ხომ შათირიშვილის სიმართლე? 10-15 ოჯახს ანუ twin დარეცხილების, აი twin გამორეცხილების, ესაა twin დარეცხილების მთელი კასტა შექმნა ბიზინა ივანიშვილმა და რომელების სიძულვით განსჭვალა, სიძულვით აღავსო სხვა ადამიანების მიმართ. მათ შორის ებრაელი ხალხის მიმართაც, როგორც ჩანს, თითქოს თვითონ აღარა გავხსნი ამ ჭრილს, ალბათ არ უნდა გავხსნა. 10-15 ოჯახს რომ ამბობს, რომ სწორედ მასონ ებრაელთა საძმოს წევრები არიან დიპ სტეითელთა ბანდა, როტშილდები, როკფელერები, მელონები, დიუპონები, სოროსები, ფორდები და ასე შემდეგ. ამათ ებრძვის თურმე ბიზინა ივანიშვილი. და აი, სწორედ რომ ეს ხალხია, რომლებიც თავიანთ ნებაზე ათამაშებენ მთელ მსოფლიოს ტრამპები, ტრამპებსა და მაკრონებს და სხვებს, რომლებიც თურმე ამ როტშილდების ჭანჭიკები არიან. ახლა მე მინდა კარგად აგიხსნათ, რომ რასაკვირველი ეს ყველაფერი არის ტყუილი, ეს არის ყველაფერი იდეოლოგიზირებული ტყუილი, ეს ყველაფერი რასაკვირველი არის, ეს რაღაც ზოგადი შეფასება. მაგრამ მე მინდა კარგად აგიხსნათ, რომ ესე მაგალითად Black Rock-ი, რომელსაც ახსენებს ზაზა შათირიშვილი, ხო, ეს Black Rock-ი უზარმაზარი კომპანიაა, რასაკვირველია. მაგრამ Black Rock-ს აქვს, აი, მაგალითად აღხსნა ასე, ხო? Black Rock-ს აქვს, ეხლა ვიგეთქვით ზუსტად მონაცემი სადღაც ამოწერილი მაქვს. მოდი ვიხდი. Black Rock-ს აქვს, ნახეთ, მართლობითი ეს არის ფაქტობრივი შეცდომა, როდესაც Black Rock-ზე ამახვილებ ყურადღებას, როგორც სოფლიოს განკარგავზე, ხო? Black Rock-ს აქვს, არა აყავს არანაირი მაგალითად შეერაღებული ძალები, ის არ მართავს არანაირ ქვეყნებს, არ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, არ ფლობს აქტივებს, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Black Rock-ი როგორც ასეთი არ ფლობს არანაირ აქტივებს, მისი აქტივები არ არის. ის რასაკვირველია, უზარმაზარი კომპანიაა, მაგრამ მაინც მოდიშ ვიხდი, აი ხლა ამოწერილი მაქვს ზუსტი რიცხვები, Black Rock-ი რა თანხებს აკონტროლებს, ოღონდ ხვის თანხებს აკონტროლებს, ასე ვიტყვი. ეხლა ვიგეთყვით, ესე იგი Black Rock-ის რა ვერ მივაგენი. გიმოდიშებთ მართლა. ესე იგი Black Rock-ი აკონტროლებს 13 + ტრილიონ დოლარს. მაგალითად ვანიარდი აკონტროლებს 10 ტრილიონს, State Street-ი აკონტროლებს 4 მილიონს, JP Morgan-ი აკონტროლებს 3 ტრილიონს დოლარს. ყველა დანარჩენი მათთან ხო ძალიან შორს არის, თუმცა Black Rock-ი არ ფლობს მსოფლიოს რასაკვირველია, ხო, მას აქვს ფონდები გაკეთებული და ამ ფონდებში აბანდებს გარკვეულ თანხას, როგორ მართავს Black Rock-ი კომპანიებზე გავლენას ისე რომ არაფერს ფლობს, რატომ არის რატომ ითვლება ის რეალურ ძალად და ის არ ერევა პოლიტიკაში. პასუხი Black Rock-ი Deep State-ი არ არის, მაგრამ
მაგრამ რასაკვირველია ის ძალიან მძლავრი კომპანია და ყველაფერი არის მოგონებული იმ ადამიანების ან ჯგუფების მიერ, რომლებიც ამ კომპანიას ებრძვიან და შეთქმულების თეორიით არის შეთქმულების თეორიებს ანვითარებენ საზოგადოებაში მსოფლიოს მასშტაბით, არა მხოლოდ ჩათირიშვილს. ეხლა შეხება ჩათირიშვილს კონკრეტულად მე ავხსნი რა შეცდომებს უშვებს ჩათირიშვილი ბატონი და წაგიკითხავთ ერთ ტექსტს, რომელიც ჩემი არის დაწერილი და როგორც კარგი იქნება რომ წავიკითხო სწორედაც რომ ესე იგი ბოლო წლებში საზოგადოებას ესე ვიტყვი საზოგადოებას უფრო ხშირად სთავაზობენ მარტივ პასუხებს ძალიან რთულ კითხვაზე და გვიმტკიცებენ რომ სამყაროს მართავს თითქოს აი ჩათირიშვილიც ამას ამტკიცებს 10-15 ოლიგარქიული ჯგუფი რაც რასაკვირველია ტყუილია რომ არსებობს რაღაც ერთი ოფისი ასე მაგალითად deep state-ის ოფისი ხო არსებობს ერთი გეგმა deep state-ისა არსებობს ერთ რაღაც სცენარები როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები ევროპაში აზიაში და ასე შემდეგ არსებობს სცენარები ომში როგორ უნდა იყოს ჩათრეული ასე მაგალითად საქართველოს ან რომელიმე სხვა სახელმწიფო ეს ემოციური თეორიებია და მოსახერხებელი და იოლად დასაჯერებელი და ამიტომაც სწორედ იმიტომ რომ იოლად დასაჯერებელი ამიტომაც არის ასე გავრცელებული ვირუსულად გავრცელებული სამყარო რეალურად არის ქაოტური და ის პრობლემები რომლებიც არის შექმნილი დღევანდელ სამყაროში არის არა იმის ბრალი რომ ვინმე მართავს უხილავი ხელი ან 15 ოჯახი ან 27 ოჯახი ან როტშილდები თუ როკფელერები თუ ორგანები თუ სტამპლიერები თუ არ ვიცი როზენკროიცერები ხო არა ხო არამედ იმის ბრალია რომ ქაოსია მოცემულობაზე ობიექტურად ქაოსია შექმნილი და ამ ქაოსის არსებობაც განაპირობებს ამ უცნაური თეორიების გავრცელებას და პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ნებისმიერ ქვეყანაში პირიქით ამგვარ ვერსიებს, ამგვარ თეორიებს უნდა გასახადს არ უნდა აძლევდეს და რეალურად უნდა ლაპარაკობდეს ასალკეული პრობლემების მოხსნაზე, აღმოფხვრაზე და ასე შემდეგ, რაც შორის საზოგადოების კონსოლიდაციაზე ამ ქაოტურ ვითარებაში. მაგრამ ყველა პოპულისტი ხელისუფლება გადახრილი გინდა მარცხნივ გინდა მარჯვნივ რომელსაც საზოგადოების ემოციებზე ლაპარაკი სჭირდება საზოგადოების ემოციების სჭირდება ხელს უწყობს ამგვარი თეორიების განვითარებას და ამით ცდილობს საზოგადოების მიბმას და საკუთარი ალტერნატივობის დამტკიცებას და შესაბამისად საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას და გახანგრძლივებას არა და ქაოს რომელიც არის მართლა მსოფლიოში უმეტეს ნაწილში მოდი ასე ვიტყვი არავინ აკონტროლებს რეალურად არც 15 კომპანიას თუ 15 ოჯახს არ აქვს არადაირი ქაოსის კონტროლის მექანიზმები შემუშავებული და არ არსებობს და არავის არაფერში არ ითრევს თანამედროვე სამყაროში კაპიტალი რასაკვირველია უკიდურესად მნიშვნელოვანია და კონცენტრირებულია ამაზეც არ ვყავართ არსებობენ რასაკვირველია გიგანტური კომპანიები მათ შორის ხსენებული BlackRock-ი State Street-ი ასე მაგალითად და სხვები რომლებიც მართლა მართავენ ტრილიონობით მართავენ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა მართავენ ტრილიონობით დოლარს განა არა მაგრამ მოდი დავსვათ ესეთი მარტივი კითხვა რას ნიშნავს მართვა და მართვა ნიშნავს თუ არა მფლობელობას ანუ ისინი კი განკარგავენ ამ თანხას მაგრამ არიან თუ არა ამ თანხების მფლობელები ტრილიონობით დოლარის დიახ ეს კომპანიები მართავენ ამ მათთვის მათზე მიბარებულ ტრილიონობით დოლარს და გარკვეულ ინვესტიციებსაც რასაკვირველია ფულის პატრონებთან ერთად ვინც არის მფლობელი მათთან ერთად ახორციელებენ მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ისინი არ ცვლიან კანონებს არ წერენ და არ ცვლიან კანონებს არ იღებენ გადაწყვეტილებებს მათ შორის არც სამხედრო გადაწყვეტილებებს არ განსაზღვრავენ მაგალითად საემიგრაციო პოლიტიკას და არ იღებენ პასუხისმგებლობას ამა თუ იმ ქვეყანაზე ან ამა თუ იმ ხალხის გადაწყვეტილებაზე ან ამა თუ იმ მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისინი მაინც გარკვეულ ჩარჩოებში კონკრეტულად სუვერენული სახელმწიფოების ქვეშ არსებულ სახელმწიფოებში არსებულ ჩარჩოების ქვეშ მოქმედებენ არა ბრძანებებით ვერავის ვერ კარნახობენ
და შესაძლოა რეკომენდაციებით, მაგრამ არა თავს მოხვევით ამა თუ იმ გადაწყვეტილებისა. კარგად უნდა აღვხსნათ, რომ deep state არის არა მონოლითი, როგორც ასეთი. არამედ და არავითარ შემთხვევაში არ არის 15 ოჯახისაგან შემდგარი, ხო? deep state არის უფრო ბიუროკრატია, რომელიც გადაწყვეტილებებს გვიან იღებს. ტრამპი სწორედ ამ თუ მაინც და მაინც ტრამპზე უნდა ვისაუბროთ. ტრამპი სწორედ ამ ბიუროკრატიას ებრძვის. იქნება და სჯობს, რომ ბიუროკრატიას ავწდეთ, ამბობს ტრამპი. და არა მხოლოდ ტრამპი, ვინც deep states იმ გაგებით საუბრობს deep states-ზე, რა გაგებაც არის დამკვიდრებული. ესენი deep states-ა, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება deep states უწოდებს გლობალური ომის პარტიას, რომელიც თითქოს ყველაფერს უპირისპირდება და ახლა კიდევ უფრო დააწვრილმა ამ იდეოლოგმა ზაზა შათინიშვილმა და კაია კალასზე კი არ ლაპარაკობს როგორც deep state-ის წარმომადგენელზე, ისიც არ არის რასაკვირველი, არამედ რაღაც ოჯახებზე. ეს ბიუროკრატია როგორც ასეთი იცავს თავის თავს, აი რატოა deep state-ი, ხო თუ მაინც და მაინც deep state-ი უნდა დავარკვათ. იცავს ის საკუთარ თავს. იცავს ინსტიტუციონალიზაციას, იცავს მემკვიდრეობას და ეს ყოველი რაღაც ქაოტური ან რევოლუციური შეტევები მას არ სიამოვნებს, არ მოსწონს, არ უნდა. ყველა ცვლილებას ისინი ეწინააღმდეგებიან, ყველა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ და ეწინააღმდეგებიან მით უფრო რევოლუციურ და ქაოტურ ცვლილებებს. აი ტრამპი მაინც და მაინც ქაოტურს არ ვიხმარ მასთან იმართებაში, მაგრამ ამბობდა და ამბობს, რომ სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ამ სისწრაფეში არის თავის პლუსები, სისწრაფეს აქვს თავის პლუსებიც და აქვს მინუსებიც. სწრაფი გადაწყვეტილება შეცდომისაგან რა თუ არ გაზღებს, არამედ აჩქა შესაძლებელია რომ შეცდომა დაუშვა ამ სწრაფი გადაწყვეტილების დროს. ამავდროულად ეს ელიტები როგორც ასეთი, ხო, აი deep state-ის ელიტა და anti deep state ელიტა. რასაკვირველია, ერთმანეთს ეჯიბრებიან და თქმა იმისა, რომ უცილებლად გაიმარჯვებს რომელიმე ტრამპიზმი მაგალითად, ხო, წარმოუდგენელია, შეუძლებელია. კიდევ ის თქვა შეიძლება. ხო, აი მაგალითად უყურეთ, თუ deep state-ი არის, თუ deep state-ს ებრძოდა ტრამპი, აი ეს არქუასეული ან შათინიშვილის სეული გაგებით და ახლა აღარ ებრძვის. მედია ვინ არის? თუ მედიაც deep state-ია, ესენი ხო ამას ამბობდნენ, რომ აი BBC deep state-ია, CNN deep state-ია, ხო? მედია deep state-ია და მას როგორ გამოდის, რომ deep states მედიას როგორც deep states ისე ებრძოდა ტრამპი და ის ებრძოდა ან ებრძვის. ახლა რატო აგრძელებს ბრძოლას მედიის წინააღმდეგ? თუ ტრამპი mainstream მედიის წინააღმდეგ, თუ ერთგვარად გამოვიდა ისე რომ ამ deep state-ის აგენტია, ხო, ან deep state-ის კლანჭებშია მოქცეული, ან deep state-ის რაღაც პოლიტიკას ანხორციელებს. გმული სპექტაკლი იყო ეს ყველაფერი. რატომ ქონდა ტრამპს და სპეცსამსახურებთან გარკვეული, მათ შორის FBI-სთან, ხო, კონფლიქტი? რატომ ტრამპი თუ ებრძოდა deep state-ს, რატომ ცდილობდა ის deep state-ი მის ჩამოშორებას? უბრალოდ სისტემა რატო ცდილობდა მის ჩამოშორებას, თუ მთლად ზუსტი ვიქნები, თუ ტრამპი ესეთი ცრუ მებრძოლი იყო. და ასე შემდეგ, ხო. ახლა LGBT თემაზე და ასე შემდეგ, ევროპის კოლაფსი ძალიან საინტერესოა, ის არ არის ფლატ კოლაფსი, ევროპა კვლავაც უმძლავრესი სივრცეა მსოფლიოში, რომელიც დაახლოებით იმხელა ეკონომიკა აქვს ევროპას, რაც აქვს დაახლოებით ჩინეთს პლუს მინუს. და ასე შემდეგ. კორპორაციული მმართველობა. ხო, სახელმწიფო სუსტდება, ამაზე არ ვკამათობთ, ბარემ ვიტყვი. პოლიტიკა რომ იცლება შინაარსისაგან, ამაზეც არ ვკამათობთ. მაგრამ კორპორაციებს Black Rocks ასე მაგალითად არ აქვს ლეგიტიმაცია, არ ახავს მოქალაქეები, არ ახავს არმია, მის მიმართ ნდობა ნაკლებია, მიუხედავად დიდი და თანხებისა და ასე შემდეგ. კონსპირაციული თეორიები ერთი რამით ყოველთვის ცდება და არასწორია, ისინი ჩვენ გვართმევენ პასუხისმგებლობას. ისინი ამბობენ ამ კონსპიროლოგები, მათ შორის ათინიშვილიც, რომ აი იმათი ბრალია და ისინი რაღა იწყვეტენ, შენ არაფრის გადამწყვეტი არ ახარ. ამიტომ მენდე მე. და მე წამომყევი. მე მენდე ბრმად. შენ მოქალაქე ხარ ნული.
მე მყავს ბრძენი ამ შემთხვევაში ივანიშვილის სახით, რომელიც ამ ყველაფერს უპირისპირდება. და თუ უპირისპირდება ივანიშვილი ამ ყველაფერს, მას მის განადგურებას არაფერი არ უნდა. ხსენებული ამხელა ტრილიონებს რომ აკონტროლებენ იმ კორპორაციების მიერ, თუ ისინი ამ განადგურებას მოინდომებენ. თუ არ ინდომებენ, გამოდის რომ ბიზნე ივანიშვილის შეთამაშებულია მათთან, ისიც deep state-ია. ამ ყველაფერს რო თავი დავარებოთ, დასკვნის სახით გეტყვით ერთ წინააღმდეგობას. ბიზნე ივანიშვილი არ არის არც deep state და არც anti deep state. ბიზნე ივანიშვილი ერთი შეშლილი მოთამაშეა, რომელსაც ასანთის დიდი კოლოფი უჭირავს, დიდი ვება კოლოფი უჭირავს ხელში და ფიგურალურად რომ თქვა და ანთებული აქვს ერთი ასანთი და შეუძლია აი ამ დიდ კოლოფში ჩადოს და ააფეთქოს ეს ასანთის დიდი კოლოფი ერთი ასანთის ანთებული ღერით და შესაბამისად ააფეთქოს მთელი ქვეყანა. ჩვენ ეს ასანთი ანთებული როგორმე უნდა ჩავუქროთ და ის დიდი კოლოფი როგორმე უნდა წავართოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალია ომი. გნებავთ deep state-ი დაარქვით და გნებავთ რაც გნებავთ ის დაარქვით. ამ ქვეყანაში ლოკალური დაპირისპირებები ერთმანეთში სისხლის ღვრები თუნდაც ათეული ან ერთეული წლების შემდეგ და საქართველოს დამარცხება ბიზნე ივანიშვილი დამარცხებისა და მომავალი ომის პარტიის ლიდერია ჩვენს ქვეყანაში. ეს ან უნდა გავიცნობიეროთ, ან გავიცნობიერებთ ამას, ან ვერად. რაც შეეხება ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს, ის შარშანდელი თოვლივით გაქრება და საკუთარი მემუარების გამოქვეყნებას შეევედრება ცალკეულ გამომცემლებს უკვე მომავალში, მაშინ, როდესაც ბიზნე ივანიშვილი მართველი აღარ იქნება. ოღონდ გარკვეულზე მაღალი ალბათობით მას ამ მემუარებს, ამ ეპისტოლეებს არც გამოუქვეყნებენ. და დარჩება ესე გასაწვავად გამზადებული მისი ეს ეპისტოლეები, თუმცა ფურცლებს დაწვავდა ინტერნეტიდან იმას, რასაც ბოდავს ფილოსოფოსი იდეოლოგი, რომელიც უწერს ტექსტებს ბიზნას ან ბიზნა უწერს მას ტექსტებს, ხო? ამ სივრციდან ის ვერ გაქრება და ის ერთ-ერთი სამარცხვინო პერსონა იქნება ჩვენი უახლესი ისტორიისა. ნახვამდის.